მოგესალმებით მეგობრებო, მე მინდა ვილაპარაკო თავხედობაზე რა. კონკრეტულად რაზე ახლა. კომენტარებში რო წერთ, მიდი აიღეთ, რას მავალდებულებ, მე რას მავალდებულებ და ასე შემდეგ და მე მაგინებთ. სუპერ, მაგრები ხართ. ბიჭო, სანამ ჩემსას შეეხებოდეთ, ასე ძალიან აღზნებული თუ ხარ, ხო? გარშემო გყავთ ყველაზე საუკეთესო ადამიანები ალბათ. და იმათ შეეხეთ რა, ჩემსას რომ არ შეეხოთ. ეგერთი. ლანძღავ ადამიანს. და კიდე პლუს უთითებ, მე კი არ უნდა ავიღო, შენ აიღე, შენ თუ წუხდებიო. მომისმინე მეგობარო, მშობლები არის იგივე მამა ღმერთი და დედა ბუნება, ანუ დედა და მამა. მამა რომელიც შინაგანად კარნახობს და დედა არის ის ბუნება, რომელიც რითაც იკვებები. ანუ გაჭმევს, გასმევს და გაცმევს კიდევაც. იმიტომ რომ ბუნების რესურსით აი ეს ყველაფერი ბუნება მოგვცა. ანუ დედა ბუნება მოგვცა ეს ყველაფერი. აი მაგიტომ როგორც შენ მშობლებს უფრთხილდები და ფიქრობ რომ უნდა გიყვარდეს პატივსცემდე, იმიტომ რომ ის გივლის აგზარდა, რავი, ბევრი რამე საკეთებს შენ ცხოვრებაში სიკეთეს. იგივე არის ეს ქვეყანა, დედა ბუნება. მე ჩემსას ვაკეთებ, მე ჩემსას ვალაგებ, ჩემი წილი უკვე ცხოვრებაში მაგდენი არ მაქვს, მართლა არ მაქვს გადაგდებული, დარწმუნებული ვარ, რამდენიც მაქვს აღებული. პირადი სივრცის დალაგებას არ გაიძულებ, მე გაიძულებ, სადაც საერთო პრობლემა არის. შენი, ჩემი, ქვეყნის, სახელმწიფოსი და სახელმწიფო შედგება ადამიანებისგან, ხო ეგრეა, ხო მეტახმები. ხო და ამ ყველას ივალია, ხვდები, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს. ამ პრობლემას მიეხედოს ეს ბილსიტყვაობით, რომ წერ და მაგინებთ. რის საფუძველზე? რატო? იმიტომ რომ შენ გეუბნები რომ გეყო ბიჭო, რომ აბინძურებ გარემოს? ანუ მაგიტომ ლანძღავ? იმიტომ ლანძღავ რომ შენ გადაწყვიტე, რომ იცი რა, რითია ეს ჩემზე უკეთესი? რომ დგას და მე მითითებს, იმიტომ გითითებ რომ თავხედი ხარ და გეუბნები რომ ვალდებული ხარ, როგორც მშობლებს უფრთხილდები, ესე გაუფრთხილდე ქვეყანას, სადაც ჭამ, სადაც სვავ, სადაც ცხოვრობ, სადაც სუნთქავ. დედამიწა, ქალაქი, დედა ბუნება არის ჩვენი იგივე სულიერი და ხორციელი დედაც არის. ეგ რომ არა, ჩვენ ვერ შევიქმნებოდით. ესეც არ გვექნებოდა, ვერაფერს ვერ შევჭამდით. და მაგიტომ უნდა გაუფრთხილდე. ჩვენ რამეს ვაშავებდით ხოლმე, პასუხს გთხოვდნენ. და ახლა რომ ადამიანურად გიხსნი და გეუბნები რომ იცი რა, შენი ვალიც არის რომ შენც აიღო როგორც მე ვიღებ, სადამდენაზე მოგაქ პარკი ჭამ, სვავ და ნუ დააგდებ. ის პარკიანად ჩაყარე და წამოიღე და სანაგვეში ტენე. იქ რატო აგდებ? მე კიდე გიკვირთ ბიჭო, მკვდარი და ცოცხალს რომ გაგინებენ. ზოგი წყევლის. თუ სიამოვნებს ღმერთმა შეგარგოს. და არასწორებით კიდე იცი რატო ხარ ბიჭო, მანდ მლანძღავთ, ხო აზე ხარ, საჯაროდ მლანძღავთ იმის გულისათვის, რომ თუ მაგარი ტიპი ხარ. აი, იყავი მაგარი ტიპი, რა პრობლემაა? მაგრამ მოდი პირადად ვნახეთო. თემქაზე ვცხოვრობ მე-9 კვარტალში, დავითი ვარ გაბიტაევი. მოდი და პირადად ვნახეთ. მე ჩემსას აგიხსნი, მომისმინე. თუ პასუხს შესაბამისად ვერ გამცემთ, მაშინ უოჭოლი ვიცი, პასუხს მე მოგთხოვთ მერე. როგორ მოგთხოვ, ეგ უკვე ჩემი პრობლემები არის. ნები, პროსა ჭკვით იყავი და ფრთხილად იყავი ადამიანებო, ვინც აი ესე გადაწყვიტეთ ლანძღვა რა. მე თქვენ არ გლანძღავთ. მე თქვენ ეზოებში არ გივარდებით, სახში არ გივარდებით, არ გეუნები რომ იცი რა, აი ეს რატო გიყრია, სახში რაც გინდა ის გეყაროს, მაგრამ გარეთ ნუ გადმოყრი, საერთო სივრცეში ნუ დაყრი, სადაც საერთო აზრი არის. თავისუფლება იმას კი არ ნიშნავს, რომ თავზე გადაიჯვათ. თავისუფალი ხარ შენ სივრცეში. შენს პირად სივრცეში ხარ თავისუფალი და არავის არ აქვს უფლება შემოიჭრას, მაგრამ ჩემ სივრცეში, როცა შემოიჭრები, ხო, მე ვინ ვждენი ვარ, რომ ვიმოქმედო. საერთო სივრცე როცა არის, საერთო არის. საერთო პრობლემა და შენ თუ ეგ არ აგა გააზრებული,
ძალიან ცუდია. პრობლემა გაქვს. აი მაგ ნაგავმა შეგჭამათ. მაგ ნაგავმა დაგიქვეითათ ეს გონება და მოსულა რო ყრია და ყრით ამ ნაგავს. და ის ადამიანები, ვინც ეკუთვნის თქვენი დაჯარიმება და მაგ ნაგავის გატანა, იმათ გასაგონადაც ვიზახით, თქვენს სახარ და დამნაშავეები. რომ დროულად არ აქცევთ ამ ყველაფერს ყურადღებას რა. დააჯარიმეთ, კი ბატონო, მაგრამ გაატანინეთ ის ნაგავის, კაცო. მარტო ჯარიმა არაა საკმარისი, ის ჯარიმა ან გადაიხდის, ან არ გადაიხდის, მე რა ვიცი. მაგრამ ნაგავი ხო ყრია, ვიღაცამ ხო უნდა გაიტანოს, მაშინ შენ გაიტანე. მიმართავ შესაბამის სამსახურებს, ვისაც ეხება იქ ყველაფერი. პროსტა მაგრად ეხავს რა. ადამიანს აგინებ უსაფუძვლოდ. ხვდები? იმიტომ რომ გითხარი რომ ვარდებული ხარ, აი ხო კი, ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს მიმართავ. მე პირადად ვარდებულები ხართ ყველანი, ნაგავს რომ დაინახავთ. თუ გიყვარ შენი ქვეყანა და სუფრაზე ზიხარ და ახალ წლებზე ამაყად ჩვენ მიწაწყალს გაუმარჯოს, ჩვენ ხეობას გაუმარჯოს, საიდანაც ვარ წარმოშობად იმას გაუმარჯოს. ამ ყველაფერს რო ლაპარაკობ, ამის დედა შევეცი, ბოლო მართლა რა უკვე ამო მივიდა ხელში. დგეხარ და ნაგავი გიყრია ცხვირწი. და იმას არ იღებთ. შეიძლება არ დაამატო, მაგრამ არ იღებ. არ ცდილობ რომ სხვას დაანახო, გაიგე მაგალითი რომ შენ რო კაი ტიპი ხარ, გინ დეპუტატი, გინ პოლიციელი, თანამდებობის პირი, ვიღაცა რა. არ იღებ. იცი რატომ არ იღებ? გიტყდება. ვიღაცის გადაგდებული რატო უნდა იყო? მომისმინე ძმაო, გასატეხი არ არის. გეთახმები, კან არ გეთახმები, მაგრამ როცა ხედავ, რომ პრობლემა არის და გააზრებული გაქვს, რომ ეს მართლა პრობლემა არის, ძალები მოიკრიბე მეგობარო. და ჩაყარე და ანახე მაგალითი სხვას. დამიჯერე, შენ უფრო კურთხეული იქნები და მადლი დაგეწევა ღმერთისგან, დედაბუნებისგან, ვიდრე იმ იდიოტს, ვინც მაგას არ კადრულობს და არ ეხმარება გარემოს. ამით დაგემშვიდობებით და ღმერთმა გაკურთხოთ რა. აი ეს დაიმახსოვრეთ ერთხელ და სამუდამოდ. ყველანი ხართ ვარდებულები გარემოს და ჩვენს ქვეყანას დავეხმაროთ, რა გთხოვთ.